სინათლე არ უნდა ჩაქრეს, ეს არის კამპანია, რომელიც 22 ონლაინ მედია საშუალებას აერთიანებს. არსებობს ერთი კონკრეტული ანგარიში, სადაც თანხის ჩარიცხვის შედეგად შესაძლებელია, რომ ყოველ მათგანს დაეხმაროს საზოგადოება. ახლა აქ არის გახსნილი სივრცე სწორედ წიგნების ბაზრობის ტერიტორიაზე და ფარგლებში. ეს სივრცე ეძღვნება და ეკუთვნის სინათლე მედიას. იქ არის სხვადასხვა ტიპის ნივთები იმისთვის, რათა დაეხმარონ ამ მედია საშუალებებს. ცხადია, აქ გაყიდული ნივთებისა და წიგნების თანხა მოხმარდება სწორედ კრიტიკული ონლაინ მედიების გადარჩენას და გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და შეიძლება ითქვას, რომ ახალია ამ წიგნების ბაზრობის ფორმატსა და ფარგლებში, ასევე არსებობს კატალოგი, რომელიც აერთიანებს 16 გამომცემლობებს ჩამოთვლილი აქვთ კონკრეტული ნაწარმოებები და წიგნები, რომელთა გაყიდვის შედეგადაც გარკვეული პროცენტულობით თანხა სწორედ იმ ანგარიშზე გადაირიცხება, რომელიც დაეხმარება ამ ონლაინ მედიებს ფუნქციონირებასა და გადარჩენაში. ეს გამომცემლები ამბობენ, რომ ახლა თავისუფალი მედიის დახმარება და მხარდაჭერა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ კრიტიკული ხმა და კრიტიკული მედია არის ის უკანასკნელი და უმნიშვნელოვანესი სინათლე, რომელიც ამ ანტიდემოკრატიულ გარემოში ანათებს და ცდილობს, რომ საზოგადოების ობიექტური ინფორმაციით მომარაგება მაქსიმალურად უზრუნველყოს. ამიტომ ყველა ერთიანდება ახლა როგორც ლიტერატორები, ისე ქართული მედიის წარმომადგენლები იმისთვის, რათა გადაარჩინონ კრიტიკული მედია. სინათლე მედია დამოუკიდებელი ონლაინ მედიების ერთობა თბილისის წიგნის ბაზრობაზე 4 ხის განმავლობაში იქნება თავისი სივრცით წარმოდგენილი, სადაც რომლის მთავარი მიზანიც არის მედია შეხვდეს თავის აუდიტორიას. ეს არის ინტერაქციული სივრცე, სადაც სხვადასხვა აქტივობა გვაქვს დაგეგმილი 4 წლის განმავლობაში. გვაქვს სინათლის კატალოგი, რომელშიც შესული არის 16 გამომცემლობის სხვადასხვა წიგნი და ადამიანები ამ კატალოგიდან წიგნების შეძენის შემთხვევაში გააძლიერებენ სინათლეს, იმიტომ რომ წილი გადაირიცხება სინათლის ფონდში. მაშინ, როდესაც მედია სივრცე საფრთხე ექმნება ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩვენ უმოქმედოდ გამომცემლები და ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, უმოქმედოდ ვერ დავრჩებოდით და ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ, როდესაც ამის შესაძლებლობა გვაქვს, რომ დაუჭიროთ მხარი სინათლე მედიას და იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში სწორედ მედიის დახმარებით და მხარდაჭერით სინათლე ყოველთვის იყოს, ყველა შეუძლია მოვიდეს და მხარდაჭერა გამოუცხადოს, გააკეთოს სიკეთე არა მხოლოდ მედიისთვის, რა თქმა უნდა, არამედ ქვეყნისთვის და საკუთარი თავისთვის. წიგნის ბაზრობა არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ მოვუყვეთ ადამიანებს იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს რეგიონალური მედია. მედია არის ის ადამიანი, რომელიც შექმნა ძლიერი რეგიონალური მედია და გააკეთა მედიის დეცენტრალიზაცია. არს უჭერთ სინათლე მედიას, სინათლე არ უნდა ჩაქრეს, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს ინფორმაცია თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიისგან, იმ მედიისგან, რომელიც შრომობს და იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, თავისუფალი საზოგადოებისთვის, ევროპული მომავლისთვის. დღეს მე შევეცდები, რომ წარვადგინო პიტერ პომერანცევის წიგნი, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისის რუსეთს ასახავს, მაგრამ ძალიან ეხმაურება იმ რეალობას, რომელ რეალობაშიც დღეს საქართველოში ვცხოვრობთ და საინტერესოა როგორც ზოგადად, როგორც ქვეყნის მოქალაქეებისთვის. მომდევნო დღეების განმავლობაში ეს სივრცე იქნება სწორედ ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე, წიგნების ბაზრობის ფარგლებში. ეს სივრცე სხვათა შორის მოიცავს სხვადასხვა ტიპის თამაშებსა და ინტერაქციულ აქტივობებს, ამიტომ მედიის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა საკუთარ აუდიტორიას პირისპირ შეხვდნენ და გაესაუბრონ ამ ღონისძიებების ფორმატსა და ფარგლებში. ასევე წარმოდგენილი არიან ჟურნალისტები რეგიონული მედიებიდან, ისინი საკუთარ გამოწვევებსა და იმ მნიშვნელოვან მიღწევებზე უყვებიან აქ მყოფ ადამიანებს, რომელიც არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, როგორც თავადაც უწოდებენ ამ ანტიდემოკრატიულ გარემოსა და პირობებში, როგორც არის ახლა საქართველოში. ამიტომ ყველას მოუწოდებენ, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართული ონლაინ მედიების, კრიტიკული მედიების გადარჩენაში და მათ შორის ნახონ ის კატალოგი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა გამომცემლობების ნაწარმოებებს, რომელთა დახმარებაც არის ახლა ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ იმ ონლაინ მედიებისათვის, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, როგორც ფინანსური, ისე მორალური თვალსაზრისით.